ნადარიაშვილის ქუჩაზე კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს მიწის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა ნაშალი მიწის ქვეშ ავტოფარეხი და ერთი ავტომობილი მოყვა. ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას სამშენებლო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებენ, რადგან მათი განცხადებით კორპუსის მშენებლობა გეოლოგიური დასხმის გარეშე დაიწყო. მოსახლეობის განმარტებით მათ მერიას განცხადებით 1 წლის წინ მიმართეს, ფერდობის ჩამოსვლის საშიშროებასთან დაკავშირებით გააფრთხილეს და სამშენებლო სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს რაიონის გამგებელიც, მისი განცხადებით მომხდარის მიზეზ ზედამხედველობის სამსახური დაადგეს. მოვიდნენ დაიწყეს ამ კორპუსის აშენება და კლდის ნგრევა. ვეხვეწებოდი რომ აქ არის უნაყარი მიწა, იყო გორა. მე მიწა კი არ მინდა, გარაჟი და ის ჩემი სახლი რომ არ ჩამოვიდეს ზირს. ამას ვამაგრებ. არა ქალბატონო, არ იქნება ეს მერიისგან გვაქვს დაკანონებული არქიტექტური ნება გვაქვს დართული და ეს ნება კანონის მიხედვით ვაკეთებთო. აგერ გავიდა არ დამიჯერეს, გავიდა ერთი კვირა და გარაჟი დამემხო თავზე, იქ გარაჟის გვერდზე იყო ოთახი, ეზო არის შუაზე გაყოფილი. ასევე არის მერიის პასუხისმგებლობის საკითხი, პირველი რომ გასცა ნებართვა იქ სადაც რისკ ფაქტორები არ გაითვალისწინა და მეორე რომ ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივა იყო რომ ზედამხედველობა ეწარმოებინა სამუშაოების დროს რაც არ გააკეთა, შესაბამისად მოხდა უბედური შემთხვევა და საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. აღნიშნული სამსახური დაადგეს თუ რა მიზეზით მოხდა აღნიშნული მთის ჩამოწოლა. დაირღვა თუ არა სამშენებლო ნორმები, დაირღვა თუ არა ის გეგმაგრაფიკი, რომელიც გაწერილი იყო მათ სამუშაოებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა დავუყოთ ზედამხედველობის სამსახურის დასკვას. არსებობს პროცედურები, როდესაც მაგალითად გასცემენ წინასწარ ნებართვას, იქ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა მშენებელი ხანდახან არ უღებს აღნიშნულ წესრიგს და ეხლა ამ შემთხვევაში არ ვიცით ეს საქმე, სანამ ზედამხედველობის სამსახური არ დადებს შესაბამის დასკვას.